მოგესალმებით, პატივცემულო ივერიის მაყურებლებო და მკითხველებო. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ლევან ალაფიშვილი, იურისტი, კონსტიტუციონალისტი და ადამიანი, ვინც საქართველოს კონსტიტუციის მრავალ წლიანი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის საინტერესო როლი და ფუნქცია შეასრულა. გამარჯობათ, ბატონ ლევან. მოგესალმებით. დღეს მინდა ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის გაგესაუბროთ იმაზე, თუ სადა ვართ დღეს, სად არის ჩვენი კონსტიტუცია, რა კონდიციაშია ის და ვთქვათ, რა ცვლილებები შეიძლება კიდე მას, ასე ვთქვათ, დაემუქროს და საერთოდ ზოგადად კონსტიტუციის მნიშვნელობაზე მინდა ვისაუბროთ. რამდენად გვესმის ამ ფუნდამენტური დოკუმენტის მნიშვნელობა ჩვენ როგორც სახელმწიფოს და მის თქვათ პოლიტიკურ ელიტებს და რა ბედი აქვს საერთოდ კონსტიტუციონალურ ისტორიას საქართველოში, თანამედროვე საქართველოში გულისხმობ. მინდა პირველი კითხვა დაგისვათ იმაზე, თუ სადა ვართ ახლა ამ წუთას. სად ვიმყოფებით აი ამ ხანმოკლე, მაგრამ მრავალფეროვან ამბავში ჩვენი კონსტიტუციისა. კონსტიტუციონალიზმის განვითარების გამოცდილებას თუ კი გავითვალისწინებთ, ეს გამოცდილება 18 წელს ითვლის. ეს ასე თუ კალენდარულად შეიძლება ცოტა, მაგრამ მერწმუნეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია იმ სახელმწიფოს მშენებლობისთვის, რომელიც სწორედ კონსტიტუციით გარანტირებულ დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. უკაცრავად, მე ხანდახან შეგაწყვეტინებთ ხოლმე. ჩვენ ვიზოიმეთ ცოტა ხნის წინ ჩვენი 20 წლის დავით დამოუკიდებლობის. ანუ ჩვენი კონსტიტუცია უფრო ახალგაზრდა, ვიდრე ჩვენი დამოუკიდებლობა? რეალურად ის პერიოდი, სანამ ეს ვარიანტი, რაც არჩევნებამდე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოქმედებდა, მიღებული იქნა 95 წელს. მანამდე ჰქონდა კონსტიტუციური წყვეტა, ლეგიტიმური წყვეტა, ასე დავარქვათ, იმიტომ რომ 21 წლის კონსტიტუციამ რამდენიმე დღე იმოქმედა მხოლოდ და მხოლოდ შემდგომ უკვე 91-92 წლებში, უბრალოდ 98 წელს დეკლარირებულად აღდგა 21 წლის კონსტიტუცია, მაგრამ არა სრული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს გამოაცხადა სამხედრო საბჭომ აღდგენა, რასაც შემდგომ მოყვა, შეგახსენებთ, სახელმწიფო საბჭოს ფორმირება, ანუ ხელისუფლების ტრანსმისია. პირველ პრეზიდენტს არ გამოუცხადებია კონსტიტუცია, ანუ ზვიად განსახურდიას მთავრობას არ ქონდა? იმ დროინდელმა მთავრობამ კონსტიტუციური განვითარების ეგრეთ წოდებული რბილი, ესე დავთქვათ, ბალტიური გზა ერჩია სხვათა შორის, რაც მნიშვნელოვანია, საბჭოთა კონსტიტუციაში შედიოდა ცვლილებები. აი ამ გზითია რა საქართველოს იმ პერიოდში. შემდგომ ამისა სახელმწიფო საბჭომ, რომელიც სამოქალაქო ორგანო იყო უფრო, მიიღო დეკრეტი სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ და სწორედ აი ამ დეკრეტის კანონის საფუძველზე წარიმართა ჩვენი ცხოვრება 3 წლის განმავლობაში, 3 წელი მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ სახელმწიფო საბჭოს არსებობა, არამედ უკვე შემდგომ ეგრეთ წოდებული первый 3-წლიანი პარლამენტი, მოგეხსენებათ, ძალიან ისეთი შემადგენლობით იყო, კოლორიტული. კი, რა თქმა უნდა. ცოტა გროტესკული. ხო, ასახული იყო იმ დროინდელი ცხოვრება, რეალურად, მათ შორის პოლიტიკური. და რომელმაც საბოლოო ჯამში იმ პარლამენტის ღირსება ესაა, რომ იქ მოიძებნა კონსენსუსი, ან საშუალება, რომ მიღებული იყო კონსტიტუცია. პროცესი საკმაოდ დაძაბული იყო, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, 93 წელს შეიქმნა იმ პარლამენტში, 3-წლიან პარლამენტში საკონსტიტუციო კომისია, იყო ასთა სხვადასხვაობა, იყო სამუშაო ჯგუფების შიგნით ასთა სხვადასხვაობა, ძირითადად დომინირებდა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სენტენციები, იმიტომ რომ ბევრი გადაწყვეტილება თუ პოზიცია სწორედ აქედან მიიღებოდა. ბატონ ლევან, კიდე ერთი კითხვა. ამ დროს ჩვენ ვინმე გვეხმარებოდა, ვთქვათ, ვინმე კონსტიტუციონალისტი, უცხოელი, მოწვეული სპეციალისტი თუ
თქვათ ეს მთლიანად ჩვენი ძალებით გავაკეთეთ. რატო გეკითხებით? პირველი კონსტიტუცია პირველი რესპუბლიკის, ანუ ნოე ჟორდანიას მთავრობის, როგორც ვიცით, ჩვენი მეგობრების გერმანელი და ინგლისელი მეგობრების მონაწილეობით გაკეთდა. ამაში მონაწილეობას იღებდა ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი მთარგმნელი და საქართველოს დიდი მეგობარი ოლივერ ვორდროპი და ასევე გერმანიის ელჩი ამ დროს, რომელიც შემდეგ ჰიტლერმა სიკვდილით დასაჯა. კი, ამგვარი გამოცდილება ახლავს იმ კონსტიტუციას, რომლის ძირითადი ნაწილი ჯერ ისევ, ასე ვთქვათ, ძველი 95 წლისა, საკმაოდ ინტენსიური და ძალიან ნაყოფიერი იყო დახმარება იგივე ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან, ძალიან ასე ვთქვათ. თქვენ იღებდით ამაში მონაწილეობას? მე თვითონ კი ბატონო გახდით, ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, სტუდენტი. არ შემიძლია რა აღნიშნო მაგალითად ჩვენი ამერიკელი მეგობარი ჰერმან შვარცის წვრილი, ძალიან დიდი ჩიკაგოს სამართლის სკოლიდან, ანდრას შაიო, რომელიც საკმაოდ პოლიტიკური კი რა თქმა უნდა, იგივე პოლონელი მეგობარი ანჯეი ჟეპლინსკი, ეს ძირითადი ასე ვთქვათ, ის ბირთვი, რომელიც წარმართავდა რჩევების თვალსაზრისით, თუ ასე ვთქვათ, თუნდაც ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის გარკვევას კონსტიტუციონალიზმის არსში და შესაბამისად მექანიზმებში, რაც ასახული უნდა იყოს კონსტიტუციაში, რომელიც უნდა იყოს არა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მნიშვნელობის დოკუმენტი, არამედ სახელმწიფოებრივი დოკუმენტი, რომელსაც ემყარება სახელმწიფო, მათ შორის პოლიტიკური სისტემა, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მიიღო საკონსტიტუციო კომისიამ ჯერ და შემდგომ პარლამენტმა. 12 პროექტი იყო წარდგენილი, მათ შორის 2 პროექტის ავტორი გახდათ იმ დროს საკმაოდ ახალგაზრდა იურისტთა ჯგუფი, 2 ჯგუფი, 2 პროექტი სწორედ ჩვენს მიერ იქნა წარდგენილი. და ბოლო მომენტში, სხვა შორის ერთი საკმაოდ საინტერესო, ასე ვთქვათ, ესეთი ისტორიებს უხდება ხოლმე, გასახსენებლად თუნდაც ისტორიისთვის საინტერესო მომენტები. ერთ-ერთი პროექტის ავტორი რა წარმოდგენი გახდათ კომერციული ბანკი, იყო მაშინ ასეთი კომერციული ბანკი AIC და ერთ-ერთი პროექტი სწორედ მათ მიერაა წარდგენილი. თავიანთი ნებაყოფლობით. კი, რა თქმა უნდა, ყველა შეეძლო საკონსტიტუციო კომისიაში პროექტების წარმოდგენა, იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან, ანუ იურისტებისგან, რომელიც დავასახელე, სტუდენტთა ჯგუფისგან. დაიხარჯა პირველი პროექტის მომზადებაზე. იცით რა, საბოლოო ჯამში 94 წლის ბოლომდე საკონსტიტუციო კომისია საბოლოო უფრო გვიანამდეც კი საბოლოო ვარიანტზე არ იყო შეჯერებული, იმიტომ რომ იყო განსხვავებული სწორედ მმართველობის მოდელთან დაკავშირებით და ამან განაპირობა რომ პრაქტიკულად სულ ბოლოს მაშინ უკვე მმართველმა ძალა მოქალაქეთა კავშირმა წარადგინა უბრალოდ კონსტიტუციის პროექტი, რომელიც საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო კომისიამ აიღო საფუძვლად ისევე როგორც პარლამენტმაც აიღო საფუძვლად და აქცია კიდეც კონსტიტუციად. მას შევარდნაძის ვარიანტი ეწოდა, თუმცა ის შევარდნაძე მისი ავტორი არ ყოფილა, არც ზურაბ ჟვანი, მისი ავტორი არჩილ კბილაშვილი გახლდათ. მართლა? კი. არჩილ კბილაშვილი ყოფილი მთავარი პროკურორი. ჯერ არ გადამდა, კი, არჩილ კბილაშვილი არის დღეიდან შეიძლება შეიცვალოს. კი, მისი დაწერილია ეს კონსტიტუცია, რომელიც ბოლო მომენტში იქნა წარდგენილი. სხვათა შორის ეს პოლიტიკური თამაშის ელემენტებით სახლდამკვლევს იმის გათვალისწინებით, რომ ვერ ხერხდებოდა კონსენსუსის, გონივრული კონსენსუსის მიღწევა, ამ შემთხვევაში ბოლო დრომდე იქნა გაწელილი პროცესი, სწორედ ბოლო მომენტში ივლისის თვე იყო თუ არ მახსოვს 95 წელი წარმოადგინა მოქალაქეთა კავშირმა ეს კონსტიტუციის პროექტი და იქვე პარლამენტში განისაზღვრა მკაცრი ვადები ივლისის ბოლომდე თუ არ იქნებოდა მიღებული ან კონსტიტუცია ან კანონი ხელისუფლების შესახებ, რომელთაც განისაზღვრებოდა არჩევნები და ასე შემდეგ, მაგ შემთხვევაში ირთვებოდა მეორე მექანიზმი, მეორე ვადა, რომლის მიხედვითაც რეფერენდუმზე უნდა გასულიყო ეს ყველაფერი, ანუ საკმაოდ სახიფათო და საკმაოდ ხისტი ვადები იყო განსაზღვრული. დავადებს ვინ ადგენდა? პარლამენტმა დაადგინა, 95 წელი. 95 წელს კი ბატონო. ეს არის შევარდნაძეზე ტერაქტის წინა პერიოდი, ხო? კი, რა თქმა უნდა, და საბოლოო ჯამში მოიძებნა საშუალება აგვისტოს თვეში, რომ მეტნაკლები ინტერესების დაბალანსებით პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფები მყავს ხედველობაში მიღებული იყო ის კონსტიტუცია, რომელიც გვაქვს. მისი ძირითადი ნაწილი. ანუ ძირითადი ნაწილი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არის 95 იგივე ადამიანის უფლებების ნაწილი, კი ბატონო შესავალი ძალიან დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ეს არის სწორედ ის
კონსტიტუცია, რომელიც 95 წელს იქნა მიღებული, თუმცა შემდგომ უკვე არაერთმა ცვლილებამ არსებითად შეცვალა არა მხოლოდ კონსტიტუცია, არამედ ჩვენი ცხოვრების ასე ვთქვათ სტილი, მმართველობის სტილი მხედველობაში მაქვს. იგივე თუნდაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი 2004 წლის ცვლილება, როდესაც გაჩნდა მთავრობა, როგორც ასეთი, ვერტიკალში, იმიტომ რომ მანამდელი მოდელი 2004-მდე რითაც მოვედით, 2004 წლამდე ეს უფრო ამერიკული, არა წმინდად, მაგრამ ამერიკული მოდელის ძირითადი პრინციპები იყო აღებული. თუმცა ფუნდამენტური განსხვავებით, მაგალითად, იმიტომ რომ ამერიკაში ერთი უზენაესი სასამართლოა ჩვენთან იყო საკონსტიტუციო დაუზენაესი. იქ ორკამერიანი პარლამენტია, ანუ კონგრესი ჩვენთან. ორ პარლამენტ, სხვადასხვა ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩვენთან ერთპალატიანი პარლამენტია და ასე. არა. საქმეც ესაა. ეს საკითხი დაკავშირებული არის და იყო და არის ტერიტორიულ მოწყობასთან. და შესაბამისად თუ გახსოვთ კონსტიტუციაში დღესაც არის ჩანაწერი ძალიან ბევრ მოხდან მიმართებაში არსებით მხედველობაში სადაც არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ ანუ იურიდიულად დღეს ჩვენ კონსტიტუციაში არის ჩანაწერი ორ პალატიანი პარლამენტის რომელიც მომავალში უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომ აირჩევა ასე რომ ამ ნაწილში ანუ ეს გულისხმობს რომ ჩვენს გვეყოლება გვექნება თქვა წარმომადგენელთა სახლი და სენატი კი რესპუბლიკის საბჭო და სენატი ესეთი სახელწოდებებითა არის ცუდი აზრი თქვენ რა სიტყვით ხო არა საჭიროა იმიტომ რომ პოლიტიკური ცხოვრება აბსოლუტურად სხვანაირად ჩემის აზრით გაჯანსაღდება იქნება ადგილები სადაც იქნება დომინანტი პოლიტიკა და იქნება რეალურად სადაც საქმე ასე ვთქვათ იქნება განსაზღვრელი ამათი შეჯერება საბოლოოში განაპირობებს თავარი ხო დაამთავრეთ და ვიტყვი ეს ყველაფერი განაპირობებს ჯეროვან გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობით ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს არამედ სწორედ ასე ვთქვათ სახელმწიფოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს რა თქმა უნდა გამორიცხვა არაფერს არ შეიძლება მაგრამ ეს იქნება მეც გეთანხმებით ორპალატიანი პარლამენტი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ წარმომადგენლობითობის ხარისხის გაზდას რო თავი დავანებოთ ჯერთი პროცესს შეანელებს და უფრო რაციონალურს უფრო დაფიქრებულს გახდის შეგნებულად და ჩქარა ბევრ სისულელეს ვერ გააკეთებს თქვათ ნებისმიერი უმრავლესობა რომელსაც ერთპალატიანი პარლამენტის კონტროლი აქვს ხელში. სტუნება ყოველთვის დიდი თუ კი უმრავლესობა გაქვს შენელებული პროცესი, როდესაც ამერიკელები იგონებდნენ ორპალატიან პარლამენტს მახსოვს მე არ მახსოვს რა თქმა უნდა, მაგრამ წაკითხული მაქვს. წინააღმდეგი იყო ამისი თომას ჯეფერსონი. დანარჩენები ყველა მის მეგობრები ამბობდნენ რომ უნდა იყოს ორპალატიანი და ჯეფერსონი ვერ დაითანხმეს და ბოლოს არბიტრს თავენთ ლიდერს მიაკითხეს ვაშინგტონს თავის მამულში და ვაშინგტონმა ესენ დაპატიჟა ჩაის სასმელად და დაიწყეს ამაზე დისკუსია. და რაღაც მომენტში ვაშინგტონი ეკითხება ჯეფერსონს, ვინც ისევ წინააღმდეგი იყო ორპალატიანი პარლამენტის, იმიტომ რომ ამბობდა შექმნის ზედმეტ სამთავრობო არისტოკრატიას და ეს იქნება ყველაფერი ხალხის ტვირთი. არ გვჭირდება ჩვენ ზედმეტი დიდი მთავრობა უნდა იყოს ზუსტად იმ ხელა რამდენი საქმე სჭირდება, ანუ პატარა. და მაქსიმალურად მობილური. ვაშინგტონმა მიუთითა მაშინ ერთ საინტერესო დეტალზე ჯეფერსონს უთხრა რომ აი შენ ახლა ჩაისვავ და როგორ სვავ ამ ჩაისო. ჯეფერსონმა უთხრა რომ აი ლამბაქსზე ვასხავ ფინჯნიდან და ვსვავ ესე. რატო აკეთებ ამას? იმიტომ რომ გაცივდეს. და ვაშინგტონმა უთხრა ეს სწორედ ამიტოა საჭირო ორპალატიანი პარლამენტი, იმიტომ რომ იქ აზრი გაცივდეს. იქ ნაჩქარევი სისულელე არ გავაკეთოთ, იქამდე სანამ პროცესი დამთავრდება, გქონდეს ფიქრის და დებატის საშუალება. ამიტომ ეს ჩვენც არ გვაწყენდა თქვენ რა სიტყვით. ხო არა, ბუნებრივია, ეს ყველაფერი თვალნათლივ წარმოჩინდება აი საბიუჯეტო პროცესის, ანუ გადასახადის გადამხდელი თანამედროვე დემოკრატიის უმთავრესი ფუძემდებლურის რაცა, ხო? გადასახადის გადამხდელი ადამიანის უფლებები, რომ წარმოვიდგინოთ, ასე ვთქვათ, საბიუჯეტო პროცესი, სწორედ აქ აისახება და ყველაზე ეფექტურად აისახება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თუ კი ასე ვთქვათ, პოლიტიკური ნაწილი, ანუ ასე ვთქვათ, გაივლის ფილდს, შემდგომ ეს ყველაფერი უნდა გადმოვიდეს იგივე ეს რა ქვია, წარმომადგენელთა პალატაში ესე დავარქვათ, ხო? შესაბამისად, იქ უკვე საგნობრივია კონკრეტული, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი, რომელიც ის კონკრეტულ ინტერესებს წარმოადგენს, სწორედ იმ პრიზმაში იხილავს იმ ბიუჯეტს. ეს საბიუჯეტო პროცესი, თორე სხვა, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც იგივე ორი პარლამენტის
ერთდროული თანხმობით, იგივე საკონსტიტუციო ცვლილება, მყისიერი საკონსტიტუციო ცვლილება ვეღარ განხორციელდება იმ პირობებში, ეს უდავოა, ხო, შესაბამისად, იქაც ინტერესები დაბალანსდება. თუნდაც იმპიჩმენტის პროცედურა. მთავრობაზე კონტროლი, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობაზე კონტროლი, თუნდაც ნებისმიერი კონტროვერსიული საკამათო საკითხი, რომელიც კარგ ჯანსაღ დებატს საჭიროებს და არ შეიძლება რომ თქვათ ერთ დღეში დამთავრდეს, არ არის სასურველი რომ ვნებებით აღზნებულმა ადამიანებმა ვნებების მიხედვით გადაწყვიტონ ერთ საღამოში ან ერთ დღის განმავლობაში. სწრაფი გადაწყვეტილებები ყოველთვის შეცდომების რისკს ზრდის. ყოველ შემთხვევაში ხო. კარგით, ეს ძალიან კარგი. ეხლა ამ წუთას სად არის ჩვენი კონსტიტუცია? როგორც ვიცით, 17 ნოემბრიდან, ანუ ფაქტობრივად 3 დღის წინ ახალი რეჟიმი დაიწყო კონსტიტუციური ჩვენ ქვეყანაში და აი ეს რას გულისხმობს გასაგებენაზე რო უთხრათ ჩვენ მსმენელს. იცით, პოლიტიკურ რიტორიკაში სჭარბობს გამოთქმა, რომ ჩვენ გადავინაცვლოთ ძლიერი საპრეზიდენტო, ასე ვთქვათ, მმართველობის მოდელიდან საპარლამენტო მოდელისკენაც არ არის მართლა. არც ერთი და არც მეორე. ზუსტია ესა? რეალურად არ არის ეს სწორი, იმიტომ რომ დღეს რაც საქართველოში მოდელი მოქმედებს, ეს მას ანალოგი არსად არ მოეძებნება, იმიტომ რომ რეალურად თუ კი ვსაუბრობთ იგივე პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირებაზე ან პირიქით ამ უფლებამოსილებების მთავრობაზე პარლამენტზე გადაცემაზე უნდა გავითვალისწინოთ ძალიან მარტივი მოცემულობა, რაც კონსტიტუციაში ჯერისევდებს. პრეზიდენტი რჩება სახელმწიფოს მეთაურად. პრეზიდენტი რჩება სამხედრო ძალების მთავარსარდლად. პრეზიდენტი არის ყველა მნიშვნელოვანი პროცესის თანამონაწილე. კი ბატონო, შესაძლებელია ამ ნაწილში მას ექსკლუზიური უფლებამოსილებები აღარ აქვს, მაგრამ მას აქვს საშუალება გავლენა იქონიოს. იგივე ბოლო პერიოდში გვესმის, ანუ მას ბევრჯერ უკვე კონტრასიგნაცია ჭირდება მთავრობისგან გადაწყვეტილებებში. თანხმობა, ანუ ხელმოწერა მათიც. რა თქმა უნდა. მაგრამ ამავე დროს წინასწარი ან პოსტფაქტუმ შემდგომ მოწონება, მაგრამ ამავე დროს ის არის პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი. ძალიან დიდი ლეგიტიმურობით სარგებლობს, მას აქვს შეწყალების უფლება, ასე ვთქვათ, ისე. და რამდენი ინიცირება იგივე საგარეო ურთიერთობებში და ვეტოს უფლება. ანუ იგივე საკანონმდებლო საქმიანობის გარკვეული პერკეტიც გააჩნია. სწორი აღნიშნეთ ახლა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ესმის, რომ საკანონმდებლო პროცესში ვეღარ მონაწილეობს პრეზიდენტი. არა ბატონო, მას ინიცირება, უშუალო ინიცირება აღარ აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი დეპუტატის გამონახვა, ან თუნდაც სხვა წესით კანონპროექტის ინიცირება მას შეუძლია და ამასაც რომ თავი დავანებოთ, მას კანონია ვერ ამოქმედება, იგივე პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, თუნდაც მთავრობის მიერ ინიცირებული, თუ კი მას ხელს არ მოაწერს და არ გამოაქვეყნებს პრეზიდენტი. ანუ ამ წუთას გადამაგისა ვეტოს დადების უფლება თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ანუ ის ამ პროცესში ჩართული არის, გავლენის მოხდენა შეუძლია. ანუ ეგრეთ წოდებული საქორწილო გენერალი არ აქვს. არა, ესეი არ არის, ნამდვილად არ არის. ძლიერი ფიგურაა მაინც. და ამას დაგვანახებს სხვათა შორის ცხოვრება. იმიტომ რომ ჯერ 3 დღისა არის სიმპტომები, ასე ვთქვათ, გარკვევისა ან მცდელობა, ასე ვთქვათ, კონსტიტუციური უფლებამოსილება გაგებული ფართოდ იქნეს გაგებული და ასე ვთქვათ, უფრო რომელიმე შტო საპარლამენტო იქნება, მთავრობა იქნება თუ ასე ვთქვათ, პრეზიდენტი თავის სასარგებლოდ იქნეს განმარტებული, მაგრამ განმარტება ერთია, მეორეა კონსტიტუციური ჩარჩო, რომელიც გვეუბნება, რომ ყველას კი აქვს თავისი ადგილი, მაგრამ პრეზიდენტი კვლავ რჩება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ ამ სახელმწიფო დაფაზე. მაგრამ პარლამენტი მაინც გაძლიერდა, ხო, ახალი ცვლილებების გამო. ახალი ცვლილებები უშუალოდ პარლამენტს არ შეხებია. ესეთი ჩანაწერი არ არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ სამ სუბიექტში ძალთა გადანაწილება აქეთ შეიცვალა, ანუ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის შეიცვალა. ამან ბუნებრივად რაც არის, აწია პარლამენტის როლი. წარმოაჩინა უფრო ზემოთაც ეთორე. არსებითად რომ გაზრდილიყო მისი უფლებამოსილებები, არ გაზრდია მით უმეტეს ახლა. არა, ბუნებრივია მისი უფლებამოსილება როგორ უნდა გაიზარდოს. უბრალოდ მან მეტი როლი შეიძინა იმ უფლებებში, რომელიც ჰქონდა, ხო? მეტი უფლებები შეიძლებოდა გაზრდილიყო, მაგალითად იგივე არაპირდაპირ წესით არჩეული პრეზიდენტის შემთხვევაში, მაგალითად ან იგივე პრემიერის, ანუ სხვათა შორის შეურდანდის ვარიანტში, თავდაპირველ ვარიანტში იყო როგორი წესით მთავრობის. მაგრამ ეს ხო არ მომხდარა. არა, არ მომხდარა, კი, რა თქმა უნდა, ეს არ მომხდარა. საბოლოო ჯამში თქვენ მაყოფილი ხართ აი ამ გადათამაშებით კონსტიტუციური? არა, იმიტომ რომ მე ვხედავ პოტენციალს, რომ კონსტიტუციაში არ არის საკმარისი მექანიზმები მოცემული კონფლიქტების
ნეიტრალიზაციისგან თავიდან არიდები. კონსტიტუციური კრიზისის შემთხვევაზე საუბრობთ თქვენ. კი ბატონო, ერთი მაგალითი მოგვიყვანეთ მაგალითად. აი კონსტიტუციური კრიზისი, როდესაც განმუხტვის საშუალება არ არის. პრეზიდენტს შეუძლია დაითხოვოს რაღაც შემთხვევაში ეს პარლამენტი. კი, რა თქმა უნდა, რჩება ეს უფლებამოსილებები, რჩება, რა თქმა უნდა, შეზღუდულია, კვლავ იმეორებ, მაგრამ ეს უფლებამოსილება რჩება, ისევ პრეზიდენტის ხელშია. მაგალითად რო გითხრათ, იგივე საბიუჯეტო პროცესში, ხო? დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით რა. არ მაქვს მხედველობაში მხოლოდ კონსტიტუცია. დაუშვათ იგივე მართალია უშუალოდ არ არის ჩართული კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი, მაგრამ მთავრობამ შეადგინა ბიუჯეტის პროექტი, წარუდგინა პარლამენტს, პარლამენტმა არ ასე ვთქვათ, გაიზიარა მისი მოძრაობა. დღეს არსებულ კანონმდებლობაში ჩანაწერიო პრეზიდენტი საბოლოო ჯამში ამ პროცედურების განმეორების შემდგომ იღებს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ან ასე ვთქვათ, დაითხოვს პარლამენტს, ან ინარჩუნებს მთავრობას, ხვდებით და ბიუჯეტთან ერთად ინარჩუნებს მთავრობას, ხვდებით? ანუ აი ამ შემთხვევაში უკვე გამოდის რა, წარმოგიდგენთ, პრეზიდენტი ერთ მხარეს, რომელსაც ინიცირების უფლება კი აქვს, მაგრამ შემდგომ მთავრობასთან მიმართებაში პირდაპირ ზეგავლენის, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ ცხოვრებას ზეგავლენის ან გადაწყვეტილებების ზეგავლენის უფლება არ აქვს, რომელსაც უმრავლესობამ, პარლამენტის უმრავლესობამ გამოუცხადა ნდობა, წარმოგიდგენთ, ანუ ესე დავარქვათ, პარლამენტის მთავრობა, ხო? ერთი გუნდია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ გაიზიარეს ეს სამთავრობო პროგრამა თუ სხვა, ამ გუნდის შიგნით ინიცირებული კანონპროექტი, ამ შემთხვევაში ბიუჯეტი არ იქნა გაზიარებული, გვერდზე დგას პრეზიდენტი და პრეზიდენტმა უნდა მიიღოს აი ამ ერთ დროს ერთ გუნდს შორის და ეხლა უკვე მოკიშპე ქცეულ მხარეებს შორის კონფლიქტის გამო რაღაც გადაწყვეტილება, ხვდებით? აქ ისე ჩართული ამ ყველაფერში არ ყოფილა, სხვა შორის იგივე ეკონომიკურ რაღაც ფუნდამენტურ ეკონომიკურ საკითხებზე განსხვავების გამო კი არა, მექანიკურად უნდა ჩაერიოს. მაგ შემთხვევაში მას შეუძლია არ ჩაერიოს ამ ყველაფერში, ხვდებით, ასე რომ საერთოდ კონსტიტუცია და მის სტაბილურობას განაპირობებს რა, სიმარტივე და მხოლოდ ჩარჩო და არა დეტალებისკენ წასვლა, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს სტაბილური დოკუმენტი. ცვლილებას ვერ აიტანს ეს დოკუმენტი. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს დოკუმენტი უნდა იყოს არა მაინდა-მაინც დეტალიზებული, არამედ უფრო მოქნილი და ინტერპრეტაციის სადმი კეთილგანწყობილი. რა თქმა უნდა, კანონმდებლობა რისთვის გვინდა, აბა მაშინ თუ ყველაფერი, ასე ვთქვათ, ვეცადეთ, რომ ავსახოთ კონსტიტუციაში, ხო? იქ არის ჩარჩო ადამიანის უფლებები და ჩარჩო, სახელმწიფო ჩარჩო, ესე დავარქოთ, არის კონსტიტუციის ადგილი, ფუნდამენტი, სხვა ყველაფერი უკვე კანონებია. გასაგებია. რა სიტყვით იმაზე, რომ კიდევ ყოველ შემთხვევაში არის ესეთი საუბარი, რომ შეიკრიბება საკონსტიტუციო კომისია ახალი, რომელიც საერთოდ ახალ კონსტიტუციურ ჩარჩოზე დაიწყებს მუშაობას და შემოგთავაზებს თავის მუშაობის შედეგად და ეს მუშაობა რამდენ ხანს გასტანს, ჯერ არავინ არ იცის და რა შემადგენლობა იქნება ესეც არავინ არ იცის. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს და თუ საერთოდ საჭიროა ასეთი რამე, როგორი უნდა იყოს წარმომადგენლობა იმ ადამიანებისა, ვინც ამაზე იმუშავებს ერთი და საჭირო არის თუ არა ეს გამომდინარე იმ კონსტიტუციიდან და მისი აი ამ 18 წლიანი ისტორიიდან, რომელიც გვაქვს. იცით, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე გვაქვს გამოცდილება, ყოველ შემთხვევაში დარჩენილი არიან ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საკონსტიტუციო პროცესში, რაც ვისურვებთ. ეს რამდენად მახსოვს თქვენი ყავით ლევან ალექსიძე იყო ამ პროცესში, ბატონი ლევანი. კომისია ძალიან დიდი შემადგენლობა ის, კი. როგორც თქვით, დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე ძალიან ბევრი დღეს, ასე ვთქვათ, დღევანდელ აქტიურ პოლიტიკაში მყოფი ადამიანები იყვნენ, იგივე თუნდაც ბატონი შალვა ნათელაშვილი, მაგალითად, ხელმძღვანელობდა იურიდიულ საკითხებს, იგივე ჯონი ხეცრული სასამართლო საკითხებს ხელმძღვანელობდა, იგივე უმცირესობებს ჯგუფი იყო შექმნილი, ხელმძღვანელობდა ზურაბ ჟვანია. გავიგე. მაგრამ აი ფიქრობთ, მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ, რომ ის მოდელი, რომელიც დღეს გვაქვს, საჭიროებს ფუნდამენტურ თავიდან ესე იგი, თავიდან ცვლილებას, თავიდან დაბადებას. კი, მე ვფიქრობ, უკვე ისე არის, ასე ვთქვათ, არათანაბრად განვითარებული სახელმწიფო სტრუქტურა მაქვს მხედველობაში. კონსტიტუციაში რომ საჭიროებს მაგალითისთვის რო გითხრათ იგივე როდესაც კონსტიტუცია იქმნებოდა ეგრეთ წოდებული ამერიკული მოდელისკენ როცა იყო ხო მოდელზე როცა იყო დაფუძნებული იმ მოდელის ადეკვატური კონსტიტუციური სტრუქტურა იყო გათვალისწინებული უშუალოების საბჭოს სახით ამის შემდგომ 2004 წელს კი შევიდა ცვლილება და შეიცვალა უკვე აღარ არის წმინდად ამერიკული ხო 2004 წლის შემდგომ ჩვენი მმართველობის სისტემა გაჩნდა მთავრობა მაგრამ უშუალოების საბჭო ძველი სახით
კვლავ დარჩა. ისე რომ რიო ძალიან ბევრი ადგილი დატოვა სუბიექტური, ასე ვთქვათ, მართვისთვის. მანამდეც, რა თქმა უნდა, 96 წლიდან თუ შემდგომ. დღეს უკვე მიდის საზოგადოებაში დებატები, ანუ რა როგორ უნდა იყოს ამ დროს. ის თუ არ გავითვალისწინეთ, როგორ იქნებოდა ეს ყველაფერი და სად მოვიდა, ეს ერთი მაგალითი მოვიხმე. კარგით, რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად მნიშვნელოვანი უნდა იყოს პოლიტიკური აი მომენტის კონიუნქტურა ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნისთვის, თქვათ, რამდენად გვემუქრება საფრთხე, რომ შეიქმნას რაღაცა ისეთი, რომელიც თქვათ, ერთ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფზე იქნება ისევ მორგებული. კი. და ამისგან თავდაცვის რა საშუალება არსებობს, თქვათ. ეს 18 წლის წინაც იყო და დღესაც არის. უბრალოდ პროცესები მაშინ სხვაგვარად განვითარდა და ამის სამწუხარო საფრთხე ჯერ კიდევ ჩემდა სამწუხაროდ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ჯერ კიდევ რეალურია მხედველობაში ის გარემოება რომ კონსტიტუცია მაინც მიღებული იქნა არა საერთო სახალხო კონსენსუსით, ანუ ლეგიტიმურად გამოხატული ნების საფუძველზე, არამედ მაინც პარლამენტის მიერ. რომელი? მოქმედით და ალბათ სამომავლოც ესე იქნება. მხედველობაში მაგის გარემოება რომ მაშინ ყველა პროექტში პრაქტიკულად ინიცირებულში 12 დავასახელე. ეს სხვათაშორის ამაზე მშენებლობაც საერთო სახალხო რეფერენდუმით მიიღებას კონსტიტუციისა. სამწუხარო ფაქტი ის არის, იმ პერიოდში ჩვენ რეფერენდუმით თქვენ გირჩევნიათ, რომ ეს რეფერენდუმით იყოს მიღებული? საერთო სახალხო კონსენსუსის სხვა საშუალება, ეფექტური საშუალება, ანუ მე როგორც მოქალაქე, მე თვითონ მივიღო გადაწყვეტილება და რა ჩემს მაგივრად, სხვამ ეს ერთი და მით უმეტეს შეცდომა დაუშვა, სხვა ეფექტური მექანიზმი არ არსებობს. გასაგებია ის სხვა ხომ თქვენი წარმომადგენელია? ხო, რა თქმა უნდა, ეს ანალოგიურად მაგ შემთხვევაში იგივე ნებისმიერ კანონთან მიმართებაში იგივე ლოგიკა გრძელდება და მაგ შემთხვევაში ჩემო ოპონენტმა უნდა ამიხსნა განსხვავება ჩვეულებრივ კანონსა და კონსტიტუციას შორის. აი ესაა. არა, აქ ლაპარაკი რაზეა? თქვენ ლაპარაკობთ უკვე ბოლოს მის უზენაეს კანონად ქცევის პროცესზე, მაგრამ შემუშავების მომენტში ხომ შეიძლება მიეცეს მას მართლა საყოველთაო სახალხო ხასიათი და ყველა ნებისმიერი ინტელექტუალური რესურსი, რომელიც გაგვაჩნია, ამაში ჩავრთოთ. ეს გამოცდილება გვაქვს თქვა, ამიტომ აღვნიშნეთ 18 წლის წინანდელი. წარმოადგენელი იყო ბანკმაც კი წარმოადგინა, კი, იყო 12 პროექტი, ბოლო წუთს გაჩნდა, უბრალოდ ბოლო პროექტი გაჩნდა, სულ ბოლო წუთს, რომელიც პოლიტიკური თამაშებით ასე დავარქვათ, გავიდა საკონსტიტუციო კომისიაში, რომელიც სხვათა შორის არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ აკადემიური წრეებიც იყვნენ და შემდეგ გადაინაცვლა პარლამენტში. ეს არის შემოშევებაში მონაწილეობდნენ მაშინ. აქ ყველა თავისი პროექტი წარმოადგინა, ყველა ინტერეს ჯგუფმა. მე ვიძახი რომ ერთ პროექტზე იმუშაოს, ერთ საერთო პროექტზე იმუშაოს ყველამ ერთად. არა. აი თქვათ, როგორც ფილადელფიის კონვენცია იყო, როგორც ამერიკელმა დამფუძნებელმა მამებმა შეიმუშავეს თავიანთი კონსტიტუცია, ისინი იჯდნენ დაახლოებით 2 თვე, 2 თვე ნახევარი, ერთად დაახლოებით 60-70 კაცი, ვინც მუშაობდნენ დაწყებული პირველი მუხლიდან დამთავრებული უფლებათა ბილის ბოლო ჩასწორებამდე, მეათე ჩასწორებამდე. ამის ფილტრი იყო თითოეულ შტატში განვითარებული პროცესები და ეგრეთ წოდებული თანხმობები, ხო სწორია? ჩვენთან ისინი შტატების წარმომადგენლები იყვნენ ყველანი. სულტრა სწორი, ჩვენთან ამ პროცესში ჩართვის მექანიზმი რეალურად ხო არ არის? არ იყო. ანუ ყველაფერი არ იყო ინსტიტუციონალიზებული 18 წლის წინ, არ ვიცი როგორ განვითარდა, იმიტომ რომ პარლამენტს მიიღებული აქვს მხოლოდ და მხოლოდ დღეს. ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომ შექმნა საკონსტიტუციო კომისია. როგორ იქნება, როგორ იმუშავებს, იგივე დებულების დამტკიცების ვალდებულება, რა იქნება ეს ჯერჯერობით არ ვიცი. მე უბრალოდ გამოცდილებას გავოსვი, ხალხი, რასაც გავდიოდი 18 წლის წინ, დღეს აღარ უნდა განმეორდეს ის უბრალოდ. გეთანხმებით და აი ჩვენი საუბრის ბოლოსკენ ეგეთი კითხვა მაქვს. თქვენი აზრით, უნდა თუ არა ჩავატაროთ რაღაცნაირი ესეთი საგანმანათლებლო კამპანია ქვეყანაში, რომ ხალხი კიდევ ერთხელ მოწაფეებს, ახალგაზრდებს განსაკუთრებით პატარა თაობას აუხსნათ მნიშვნელობა კონსტიტუციისა და თქვათ არ უნდა ვაქციოთ ჩვენი კონსტიტუცია თქვათ მოქალაქეობის მიღების პროცესის ნაწილად. არ უნდა იყოს იქ კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები თქვათ სკოლის პროგრამის, შეიძლება ეს არ იყიდევაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის უცნობია ეს ფაქტი. ხარ უნდა ვაქციოთ ეს რაღაცა საწყისი განათლების აუცილებელ პირობად. ხარ უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების უფრო ცოცხალი ნაწილი, ვიდრე ვთქვათ პატივსაცემი რაღაცა, მაგრამ მაინც როგორც სურათი ფიგურალურად, რომელიც კედელზე კიდია და ვიცით, მაგრამ იმის ბევრი არაფერი არ გვაინტერესებს. უფრო ცოცხალ ინსტრუმენტად ხარ უნდა ვაქციოთ
ჩვენ ყოველდღიურობაში კონსტიტუცია, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ქმედების ფაქტიურად ჩარჩოებს და მის თავისუფლებებს. კი, უპირობოა ეს ესე უნდა იყოს. იმიტომ რომ ეს კვლავ იმეორე, ეს უნდა იყოს თითოეული მოქალაქის დოკუმენტი. მისი ინსტრუმენტი სხვათა შორის მისი უფლებების დაცვისა და ამავე დროს სახელმწიფოს მოსთხოვოს თუნდაც გააკონტროლოს მთავრობა. ამიტომ თუ არ იცი ვერც მოსთხოვს. მეტია გაგება. ეს უნდა იყოს დოკუმენტი თითოეული მოქალაქის. აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ აი მოქალაქეებში გაგება დღეს თქვენი აზრით მეტია ვიდრე იყო თუ ნაკლებია ვიდრე. დღეს სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ძირითადად ასე ვთქვათ, მასაში კონსტიტუცია არ არის გაგებული მის დოკუმენტად, როდესაც კონსტიტუციურ საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა, როგორც წესი ახმა არის, რომ მთავრობა თავის შიგნით, მთავრობაში ასე ვთქვათ, პარლამენტსაც მოიაზრებენ, პრეზიდენტსაც, მთავრობა თავის შიგნით უფლებამოსილების გადანაწილებაზე საუბრობს და არა მის მთავრობის ასე ვთქვათ, მის დოკუმენტზე მსჯელობს, ასეთი ახმა. ანუ ეს ისევ სურათია, რომელიც კედელზე კიდია. ხო, დღეს დარჩა სხვათა შორის ოღონდ მნიშვნელოვანი რამ, რაც მინდა გითხრათ, ჩემი ასე ვთქვათ, იგივე ისტორიიდან და გამოცდილებიდან კონსტიტუცია, როდესაც მიიღეს, მაშინ ჩვენ მე და ჩემი მეგობრები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან სკოლაში ვასწავლიდით კონსტიტუციას. ძალიან ბევრი ახალი თაობა, სხვათა შორის რომლებმაც მე პროფესია იურისტობა აერჩიეს სკოლის მოსწავლეობაში. ეს იყო ენთუზიაზმი, ნებაყოფლობა, ჩვენს აქტივობაზე და საპილოტო რაღაცა იყო ალბათ. არა, დიდხანს გაგრძელდა სხვათა შორის დაახლოებით 3-4 წლის განმავლობაში. მაგრამ სახელმწიფო პროგრამის ნაწილად არ იქცა. შემდგომ ამისა თვითონ სკოლებმა, ნაწილმა სკოლებისა, ძირითადად თბილისში და თორსდები გორში შემოიღეს, ოღონდ სკოლამ, კონკრეტულმა სკოლამ ნებაყოფლობით საგნად ამოირჩია და დასწრება საკმაოდ მაღალი, საკმაოდ აქტიურები იყვნენ მოსწავლეები იმ პერიოდისთვის. თუმცა იყო სხვათა შორის ტელეგადაცემებით სახელმწიფომ რაღაც ასე ვთქვათ ფრაგმენტული გადაწყვეტილებები მიიღო პირველი არხი აკეთებდა გადაცემს საუბრები კონსტიტუციაზე ესეთი იყო ასე ვთქვათ სერიალი თვლით რომ საჭიროა კიდევ შემეცნებით გადაუდებლად საჭირო იმიტომ რომ თან ფიქრობ არ ვიცი რამდენად სწორი იქნება ეს სხვა საკითხი ამაზე ჩვენი ხელისუფლება მთავრობა მყავს ხედულობაში ალბათ იზრუნებს ეს საგანი რეალურად უნდა იყოს სავალდებულო სასწავლებლად სკოლაში შესაძლებელია ასე ვთქვათ მოცულობა ან რაღაც ესეთი ფორმა მეთოდოლოგია მეტოდებისა შეიცვალოს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ჩემმა შვილმა იცოდეს რა არის კონსტიტუცია თითოეული მოქალაქის შვილმა ჩვენმა მომავალმა თაობამ რომ ეს მისი დოკუმენტი და მისი სახელმწიფოს მარეგულირებელი დოკუმენტია ეს მნიშვნელოვანია სწორედ ამაზე ეფუძნება ყველა დემოკრატია იმიტომ რომ გაცნობიერებული გადაწყვეტილებები გაცნობიერებული უფლებები არის სწორედ იმის საფუძველი რომ შემდგომ ასე ვთქვათ იზრუნებ არა მხოლოდ საკუთარი უფლებების დაცვაზე არამედ არ დაარღვიო სხვისი უფლება ან არ დაარღვიო კანონი არ გადასცდე კანონს იმიტომ რომ შენვე გაქვს ჩარჩო რომელსაც სახელად კონსტიტუცია ქვია შენი ქვეყნის კონსტიტუცია ანუ ძირითადი კანონი ქვია დიდი მადლობა მე მგონი ამ ოპტიმისტურ ნოტზე და ჭკვიანურ რჩევაზე დავამთავროთ ჩვენი საუბარი იმედი მაქვს რომ ჩვენ მსმენელს იგი მოიჩვენა საინტერესოდ მინდა მადლობა უთხრა ჩვენ სტუმარს და მომავალ შეხვედრამდე დავამშვიდობ მათ. დიდი მადლობა.